მოგესალმებით, მე ვარ ქეთევან ოპოლიანი ისტორიის მასწავლებელი. დღეს მინდა ჩავწერო ისტორიის გაკვეთილი თემაზე საბჭოთა ტოტალიზმი, სტალინიზმი, ჰიტლერიზმი, მუსოლინი, ფრანკო, მეორე მსოფლიო ომის წინა პირობები. დავიწყებ საბჭოთა კავშირის მართლის ტოტალისტური მმართველობის პერიოდი, რეჟიმი, როდესაც სტალინი მართავს ქვეყანას. მანამდე ჩვენ გავიარეთ წინა გაკვეთილებში თუ როგორ ასე ვთქვათ დასრულდა მონარქიული მმართველობა და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციით და თებერვლის რევოლუციით. 1918 წლის სექტემბრიდან დაიწყო რუსეთში წითელი ტერორი, რომელიც ითვალისწინებდა მკაცრ პოლიტიკას და რეჟიმს თუ არ დაიმორჩილებოდნენ მათ იდეოლოგიას. ქვეყნის სათავეში მოსული ბოლშევიკების ლიდერი იყო ვლადიმერ ლენინი და წითელი არმიის ბოლშევიკური პარტიის ლიდერი, ასე ვთქვათ, იყო ლენინი და მისი მოკავშირე იყო ლევ ტროცკი, რომელმაც შექმნა ეს წითელი არმია. 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ანუ იგივე სსრკ. შევიდნენ რსფსრ, უსსრ, ბსსრ და აკსფსრ. ანუ ამ ინიციალებით მოიხსენიება ის კავშირი, ის გაერთიანება, რომელიც საბჭოთა კავშირში შედიოდა. აკსფს, ანუ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს შედიოდნენ ამ გაერთიანებაში. სახალხო დეპუტატების საბჭოები იქნება, წესით მართავდნენ ქვეყანას. რეალურად კომუნისტური პარტია, ასე ვთქვათ, მართავდა მთლიან ამ საბჭოთა კავშირში შემავალ სახელმწიფოებს. 1924 წელს იანვარს ლენინი გარდაეცვალა და ქვეყნის სათავეში სტალინი, ასე ვთქვათ, მოდის 1953 წლამდე. 1930-იანი წლებიდან სტალინი ხდება ვოჟდი, ბელადი, ყალიბდება პიროვნების კულტი. 1928 წელს ნაციონალიზაცია მოხდა, იწყება ინდუსტრიალიზაცია, იწყება მძიმე მრეწველობის და ენერგეტიკის განვითარება. ასევე კოლექტივიზაცია, რაშიც გაერთიანებული იყო სოფელში კოლექტიური გლეხთა მეურნეობის შექმნა, შეძლებული გლეხები, ანუ კულაკები, ან დახოცეს და გადაასახლეს, ანუ ეგრეთ წოდებული გაკულაკება მოხდა. 1932-33 წლებში პროცესი არის გოლოდომორი, რომელიც უკრაინაში შიმშილის ჩამოვარდნას, ასე ვთქვათ, შიმშილი ძვინვარებდა და და კანიბალიზმის ინციდენტებიც იყო, დაიხოცა 3-4 მილიონამდე ადამიანი. 2006 წელს ეს უკრაინის რადამ, ასე ვთქვათ, გენოციდად, ასე ვთქვათ, აღიარა. 1934 წელს მოკლეს სერგეი კიროვი და დაიწყო რეპრესიები. 27-28 წლებში სტალინური რეპრესიების პიკი იყო. გულაგები შეიქმნა, შრომითი ბანაკები, სულ 430 სამმართველო შეიქმნა. 5 წლედები იგეგმება, რა უნდა გაკეთდეს 5 წელიწადში. 1933 წელს თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე პირველი 5 წლედის მიღწევა, თეთრი ზღვა, ბალტიის არხი, ანუ ბელომორკანალი. 1953 წლის 5 სტალინი გარდაიცვალა, მausoleumში დაასვენეს. 1956 წლის პარტიის მე-20 ყრილობაზე ხრუშოვმა დაგმო სტალინის პიროვნული კულტი. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, რომლის ხსნაც მსოფლიო ქვეყნები და ასე ვთქვათ, ამერიკა, ასე ვთქვათ, ახდენს ამ დაძლევის, ასე ვთქვათ, კრიზისიდან დაძლევის გეგმას შეიმუშავებს. მისი, ასე ვთქვათ, შემქმნელი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუზველტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, 4-ჯერ არის პრეზიდენტი. 1933 წლიდან 45 წლამდე გამოიყვანა ქვეყანა დიდი დეპრესიიდან. რუზველტი შეიმუშავა ახალი კურსი, ეს იყო ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობოდა ინგლისელი ეკონომისტის ჯონ მეინარდ
მერნარდ კეინსის მოძღვრებას. კეინსის მოძღვრება საფუძვლად უდევს სახელმწიფო ჩარევის ინტერვენციის აუცილებლობა და პროცესების რეგულირება, როცა ბაზარი კარგავს თვითრეგულირების უნარს. გატარდა სახელმწიფო სუბსიდირები ფერმერებისთვის ხალხის მასობრივად დასასაქმებლად საზოგადოებრივი სამუშაოს ორგანიზება ხორციელდება, ხელფასის მინიმუმის დარეგულირება, საბანკო სისტემის გაჯანსაღება სახელმწიფოს ჩარევის გზით და სხვა. ახალ კურსს უწოდებენ მესამე ამერიკულ რევოლუციას 1925 წელს მიიღეს სოციალური დაცვის აქტი, რომელმაც უზრუნველყო უმუშევრები, ინვალიდები და მოხუცები ფულადი დახმარებით. ურთიერთობები მეწარმესსა და მუშებს შორის დაარეგულირა კანონით. ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში, როდესაც ნაციონალ-სოციალისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ 1923 წელს იანვარში, აქ ნაცისტების პროპაგანდის მინისტრი იყო იოზეფ გებელსი და ქვეყნის სათავეში 1934 წელს ფიურერი მოდის, ჰიტლერი ხდება ბელადი. 1933 წელს ნაცისტებმა აკრძალეს კომუნისტური პარტია და ნაციონალ-სოციალისტებს მიანიჭეს განუსაზღვრელი უფლებები. 1933 წლის ოქტომბერში ჰიტლერის პარტია გახდა ერთადერთი პარტია, დაიწყო ერთპარტიული დიქტატურა, პარტია და სახელმწიფო ერთიანია, ხალხი და პარტია განუყოფელია, ანუ ეს იყო მათი იდეოლოგია. ჰიტლერ იუნგენდი ახალგაზრდა ჰიტლერული ორგანიზაცია იქმნება, გერმანელ გოგონათა კავშირი იქმნება, გოგონები წევრიანდებიან ამ გაერთიანებაში. 1933 წლის 10 მაისს ნაცისტებმა აუტოდაფა მოაწყვეს, დაწვეს არაგერმანული სულით გაჟღენთილი, ასე ვთქვათ, წიგნები. ჰოლოკოსტი ასევე ამ პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჰიტლერის მმართველობის დროს. ეს არის ცოცხალად დაწვა, ეს ჰოლოკოსტი, ანუ გენოციდი მოხდა 9.600.000 ებრაელიდან 6 მილიონი გაანადგურეს. ნიურნბერგის კანონები შეიმუშავეს გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ, გამოდევნის ებრაელები ცხოვრებიდან აეკრძალათ, ყველაფერი შეყარეს გეტოებში, 6 წელზე მეტი ასაკისას კერძზე უნდა კეთებოდა დავითის ვარსკვლავი. ებრაელებს დაეკისრათ 1 მილიარდ რაიხმარკის გადახდა. 1938 წელს პარიზში მოკლეს გერმანელი დიპლომატი. ებრაელმა ნაცისტებმა მოაწყვეს 9-10 ნოემბერს ბროლის ღამე, დაარბიეს ებრაელები. გესტაპო ის იყო საიდუმლო პოლიტიკური გაერთიანება გერმანიაში. SRA-ის საიდუმლო ელიტური ორგანიზაცია იყო, შეიქმნა შრომითი ფრონტი, ყველა ემსახურებოდა ნაციზმს და იქმნება ჰიტლერის კულტი. იტალიური ფაშიზმი, ახლა რაც შეეხება პირველ მსოფლიო ომის შემდეგ, სადაც დიქტატურა დამყარდა, ეს იყო პირველი ქვეყანა. იტალიაში ნაციონალიზმი გააღვივა პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილებამ. ჰიუმე ქალაქი იტალიის ნაცვლად გადასცეს მომავალ იუგოსლავიას, რათა ჰქონოდათ ადრიატიკის ზღვაზე პორტი. 1919 წელს 23 მარტს მილანში ბენიტო მუსოლინიმ დაარსა ფაში დი კომბატიმენტო, ანუ ბრძოლის კავშირი, ფაშისტური პარტია. შავპერანგიანები მოხალისეები იყვნენ, ყოფილი მეომრები, ამ რაზმებს ერქვათ სკვადრე, აიცვათ შავი სვიტერები. 1922 წლის ოქტომბერში მარში რომზე განხორციელდა, მუსოლინიმ დაძრა თავისი მომხრეები რომისაკენ. ვიტორიო ემანუელე მესამემ მისცა მას პრემიერ მინისტრობა. 1924 წელს გაყალბებული არჩევნებით უმრავლესობა პარლამენტში, ასე ვთქვათ,
მოდის დუჩე ბელადი წინამძღვარი, ანუ მუსოლინი 1925 წლიდან გახდა იმპერიის პირველი მარშალი 1936 წელს. ფაშისტური შაბათობები ეწყობოდა, სპორტული და შრომითი შეჯიბრებები, ანუ მგლის ლეკვები 6 წლიდან 8 წლამდე, ბალილა 8 წლიდან 11 წლამდე, ბალილა მუშკეტერები 11 წლიდან ზევით, ანუ გაერთიანებები იქმნება. 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგადაც კონკორდატია რომის პაპთან შეიქმნა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოი ამ ლატერანის ხელშეკრულებით. კორპორაციები იქმნება, სადაც მუშებისა და მეწარმეების გაერთიანებები, რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებდა, სახელმწიფოს საფუძველი გახდა. 1935 წელს იტალია შეიჭრა ეთიოპიაში, 1936 წელს დაიპყრო და გამოიყენა ქიმიური იარაღი, გარიცხეს ერთალიგიდან. სწორედ ამის გამო იტალიის მეფე გახდა ეთიოპიის იმპერატორი. 1936 წელს კავშირი ნაცისტურ გერმანიასთან და იაპონიასთან ჰქონდა. 1939 წელს ალბანეთის ოკუპაცია მოხდა. 1940 წელს შეიჭრა საბერძნეთში, გაიჭედა და დაეხმარა გერმანია ამ პროცესში. 53 წელს მოკავშირეები შეიჭრნენ იტალიაში და მარშალ ბადოლიოს მოთხოვნით მეფემ მუსოლინი დააპატიმრა, ჰიტლერმა გაათავისუფლა და შეუქმნა მარიონეტული სახელმწიფო იტალიის სოციალური რესპუბლიკა ჩრდილოეთ იტალიაში. 1945 წელს აპრილში მოკავშირეები შევიდნენ მუსოლინი და პარტიზანებმა შეიპყრეს და დახვრიტეს. 46 წელს რეფერენდუმით იტალიაში მონარქია გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკური წყობა. რაც შეეხება ფრანკოს რეჟიმს, ფრანსისკო ფრანკო 1939-75 წლებში ესპანეთის დიქტატორი ხდება. პრიმო დე რივერა 1930 წლებში ესპანეთის დიქტატორი, მეფის მოთხოვნით დატოვა ქვეყანა. ალფონსო მე-13 უკანასკნელი ესპანეთის მეფე ბურბონი მეორე მსოფლიო ომამდე 1931 წელს ტახტზე უარი ათქმევინეს, მონარქია დამთავრდა აქ. 1936 წელს არჩევნებში გაიმარჯვეს მემარცხენეებმა სახალხო ფრონტი, რომელშიც შედიოდნენ კომუნისტებიც. 1936 წლის ივლისში დაიწყო გენერლების აჯანყება რესპუბლიკელების სახალხო ფრონტის წინააღმდეგ. ნაციონალისტებს ხელდა ფრანსისკო ფრანკო მხარს უჭერენ გერმანია, იტალია და პორტუგალია, რომ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. რესპუბლიკელებს მხარს უჭერს სსრგ და მსოფლიო კომუნისტური ორგანიზაცია ინტერნაციონალი. შეეწირა ამ სამოქალაქო ომს 500,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. 1939 წელს ფრანკომ გაიმარჯვა, მისი იდეოლოგია ეყრდნობოდა ანტიკომუნიზმს, კათოლიციზმს და ნაციონალიზმს. 1936 წელს მიიღო გენერალ სიმოსის წოდება ფრანკომ. 1939 წელს ხდება კაუდიო ბელადის, ანუ წინამძღოლი. ფალანგა ესპანიოლა, ანუ ფრანკოს პარტია იქმნება. მეორე მსოფლიო ომში იცავდნენ ნეიტრალიტეტს, თუმცა მოხალისეები იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. 47 წელს ესპანეთი გამოაცხადა სამეფომ, თუმცა მეფე არ დაასახელა. 1950-იან წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარს უჭერს. 53 წელს მადრიდის პაქტით დამთავრდა ესპანეთის იზოლაცია. 1959-73 წლებში ესპანური სასწაული ტექნოკრატებმა განახორციელეს ეკონომიკური რეფორმები. ფრანკო ებრძოდა დიდი ნაციონალისტურ მოძრაობებს, შიდა ნაციონალისტურ მოძრაობებს, ბასკებს, კატალონიელებს, გალიციელებს, აკრძალა მათი ენების ხმარება. და ბასკების ტერიტორიული ორგანიზაცია იყო ეტა. ფრანკო გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა მეფემ ხუან კარლოს პირველმა ბურბონმა 1669 წელს დაასახელა მემკვიდრედ. შემდეგი თემა არის იაპონია მეორე მსოფლიო ომის წინ.
და საერთაშორისო ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის წინ. 1969 წელს მეიძის რესტავრაცია განხორციელდა, იაპონია გამოდის თვითიზოლაციიდან 1904 წლებში დამარცხა რუსეთი. იაპონია რუსეთის ომის დროს დამარცხა რუსეთი 1914 წელს ანტანტის მხარეს ჩაება იაპონია 1915 წელს იაპონიამ 21 მოთხოვნა იაპონიის 21 მოთხოვნით ჩინეთს მოკავშირეებმა ჩაუშალეს ეს მოთხოვნა 1931 წელს მუკდენის ინციდენტი განხორციელდა მანჯურიაში შევიდა ჩამოაყალიბა მარიონეტული სახელმწიფო მანჯოგოუ სათავეში უკანასკნელი ჩინეთის იმპერატორი ჩაუდგა 1936 წელს შეუერთდა ანტიკომუნისტურ პარტიას იტალია გერმანია 1937 წელს ჩინეთთან იწყებს ომს ჩინეთის დედაქალაქი ნანკინში მოაწყვეს სასტიკი ხოცვა-ჟლეტა 1938-39 წლებში ssrk მონღოლეთში და ციმბირში ორჯერ ამარცხებს იაპონელებს 1940 წელს ღერძის ბლოკი ქვეყნები იქმნება ბერლინი, რომი, ტოკიო 41 წელს კი 13 აპრილს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება საბჭოთა კავშირთან დაიტო. საერთაშორისო ვითარება მეორე მსოფლიო ომის წინ ამ თემას რაც შეეხება 1933 წელს ოქტომბერში რეფერენდუმის გზით ჰიტლერმა გამოიყვანა გერმანია ერთალიგიდან, ანუ როგორ იწყება მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები არის, ანუ ამახვილებ ყურადღებას ერთალიგიდან 33 წელს გამოიყვანა შემსრულებლური პოლიტიკა, ანუ როცა გერმანია მორჩილად იხდიდა ვერსალის ზავით დაკისრებულ ვალს დამთავრდა 1935 წლის იანვარს რეფერენდუმი ზაალის ოლქი დაუბრუნა გერმანიას 1936 წელს მარტში ჯარი შეიყვანა რაინის დემილიტარიზებულ ზონაში გერმანიამ 1936 წლის ნოემბერში ანტიკომუნისტური პაქტი იაპონიასთან გაფორმდა 1937 წელს ღერძის ქვეყნები ბერლინი, რომი, ტოკიო იქმნება 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გერმანელებმა დაბომბეს ესპანური გერნიკა ქალაქი პიკასომ გერნიკა, ანუ თეთრი მტრედი შექმნა დაყვავების პოლიტიკა წარმოეს ინგლისის პრემიერ-მინისტრის ჩემბერლენის შემოთავაზებული გერმანიის აგრესია უნდა ეცლებინათ დათმობებით 1935 წელს ინგლისის გერმანიის ხელშეკრულება ხელშეკრულება საზღვაო ფლოტის შესახებ 1936 წელს ბერლინის ოლიმპიადა განხორციელდა რომელიც არავინ გააპროტესტა 1938 წელს ავსტრიის ანშლუსიანი მიერთება მოხდა 1938 წელს სექტემბერში მიუნხენის გარიგება შეიკრიბნენ ჰიტლერი, მუსოლინი, დალადიე, ჩემბერლენი და გერმანიას გადასცეს ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი 1939 წელს ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს ბენეშის მოაწერა რინახელი ჩეხოსლოვაკიის გერმანიასთან მიერთებაზე. ორად გაიყო ბოჰემია და მურავია პირდაპირ შეიერთა ჩეხეთი, ხოლო სლოვაკეთი პროტექტორატად იქცა. გერმანიას გაუჩნდა პრეტენზია პოლონეთთან დანციგის კორიდორზე 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გაფორმდა გერმანიამ და ssrk-მ ხელი მოაწერეს ურთიერთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, თანაც საიდუმლო მუხლებით გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის წინაპირობა, ანუ მეორე მსოფლიო ომამდე პროცესები და მოვლენები როგორ წარიმართა.